საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის და ჩავწერ მშვიდობიანად ამ საჯარო გაშლას. ჩემო ძვირფასებო, თქვენთან მოვედი ახლა ჩემი ახალი დასტით, რომელიც ჯერ არ გამომიყენებია არანაირად. აი ესეთი დასტა მაქვს შეძენილი. რამდენიმე ხანია, ეს არის იტალიური დასტა, ასტრა ბარათი ქვია ასე, საიდუმლოს მბრძანებელი. აი ესეთი კარტია, პატარა. ეს კარტი ეს დასტა შედგება 36 კარტიდან, აი ესეთია ჩემო ძვირფასებო, მინდა რომ გაჩვენოთ და აი ესეთი ლამაზი სურათები არის შიგნით დახატული. და ეხლა მე ამ დასტას გამოვიყენებ თქვენთან ერთად პირველად. ეს არის იტალიური დასტა, საიდუმლოებების ბრძანებლები. მოდი ეხლა ჩავიფიქროთ ჩვენს პარტნიორზე, რას გვეტყვის ჩვენი პარტნიორი, რას ფიქრობს თქვენზე თქვენი პარტნიორი, აი როგორ ადამიანად აღგიქვამთ. ზოგადად, აი ყველაფერი გავარკვიოთ ეხლა. 7 კარტს ამოვიღებ ჩემო ძვირფასებო და გავარკვიოთ ეხლა რას გვეტყვის 7 კარტით. ამ ადამიანს რაღაც პრობლემები აქვს. ეს არის მეგობრებო იმის დასტა, რომ ეხლა აქვს ძალიან ისეთი პერიოდი ამ თქვენს პარტნიორს. ეს შეიძლება იყოს ადამიანი ასაკოვანი, რომელიც შეიძლება იყოს ვინც მიყურებთ მეგობრებო თქვენი პარტნიორის და მიხედვით ბებია ან ბაბუა, ანუ ასაკოვანი ადამიანზე საუბრობ. მოკლედ, ან ამ თქვენ პარტნიორს აქვს ასაკოვან ადამიანთან პრობლემები. კარგით, ვნახოთ ეხლა რას გვეუბნება საიდუმლოებების ბრძანებელი თქვენი პარტნიორი, რაზე საუბრობს და აი რაზე საუბრობს მეგობრებო. აქ არის ადამიანი ძალიან კრეატიული, ადამიანი არის ძალიან სურვილით დაინტერესებული, აი რაღაც ადამიანს აქვს სურვილი რომ გამოიჩინოს რაღაც გულისხმიერება, გრძნობები აქვს მოწოლილი ეხლა თქვენს პარტნიორს და უნდა რაღაც აი სულიერად ამაღლებაზე საუბრობს. ეხლა ამ 4 კარტიდან აი ესეთი რაღაც შინაარსი მოდის ჩემო ძვირფასებო. და აქ კიდევ რაც არის, ეხლა ვნახოთ. რაზე საუბრობს თქვენი პარტნიორი და ნიჭზე საუბრობს ჩემო ძვირფასებო. აქ არის კიდევ რაღაც სიხარული და არის კიდევ ესეთი კარტი წინააღმდეგობა. ანუ ამ ადამიანს ეხლა აქვს რაღაც წინააღმდეგობა, რაღაც ნიჭის გამოყენება უნდა ამ ადამიანს, უნდა გახარება, უნდა რაღაცის მიღწევები. აი ნახეთ, აი მიხვდებით კარტზე რაღაც ტალანტი, რაღაც ნიჭი. ეს ადამიანი არის ნიჭიერი თავის საქმეში. ამ ადამიანს აქვს ეხლა იცით სასიხარულოდ განწყობა, რაღაც განწყობილია იმის და მიხედვით თუ რას აკეთებს, რაღაც ჩაფიქრებული აქვს ეხლა ამ თქვენს პარტნიორს და წინააღმდეგობის გაწევის ეშინია. ანუ გავიმეორებ ჩემო მეგობრებო, თქვენს პარტნიორს აქვს რაღაც პრობლემები, ამ პირველი კარტით თუ ვიმსჯელებთ, რაღაც პრობლემები, მატერიალური თუ მორალური, ეს არის დამოკიდებული იმაზე თუ რა პრობლემების წინაშე დგას, თქვენ გექნებათ უკვე ამასთან ცნობა, ამასთან დაკავშირებით. ამ ადამიანს აქვს ეხლა რაღაც ჯარიმები დაკისრებული, ამ ადამიანს აქვს კიდევ რაღაც ეკონომიურად გაჭირვება, აი რაღაც ფინანსური პრობლემები აქვს. ამ ადამიანს აქვს კიდევ მიჯაჭვულობა, რო იტყვიან და ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქედან, რომ პრობლემები აქედანაც მოდის. და კიდევ ის, რომ
თუმცა ძალიან კრეატიული ადამიანია, ძალიან ბევრი სურვილები აქვს, აი ნახეთ, დასტა, ჩამოწერილი აქვს თავისი სურვილების თქვენს პარტნიორს, რაზეც საუბრობ, ძალიან ბევრი ოცნებები და სურვილები აქვს და ამ სურვილების და ოცნებების ასრულება უნდა ძალიან დიდი გრძნობებით და მოკლედ ძალიან ისეთ სულიერ ამაღლებაზე საუბრობს თქვენი პარტნიორი, თუმცა გასაკვირია. ეხლა კიდევ მოდი ვნახოთ. მოდი დავამატებ კიდევ კარტს. ბოლო, რას გვეტყვის? თავისი აზრით და მჭერმეტყველოებებით. რა საიდუმლოებებს გვიმალავს კიდევ პარტნიორი? აი, ისევ ის კარტი ამოვიდა წეღანდელი პრობლემების წინაშე დგას მეგობრებო, ჩავაბრუნე და მაინც ის კარტი ამოვიდა. რაზე საუბრობს მეგობრებო? და ბედზე საუბრობს, ბედზე. საიდუმლოებებზე საუბრობს. არაცნობიერი კონტაქტი აქვს თქვენს პარტნიორს, მეგობრებო. თქვენი პარტნიორი, მოკლედ, დადის მკითხავთან, მაგთან, აი, მაგის და მკითხავის კარტია ეს კარტი, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ იმდენი პრობლემები აქვს ეხლა თქვენს პარტნიორს, დადის მკითხავთან და კითხულობს თუ როგორ მოაგვაროს ეს თავისი პრობლემები. ძალიან სასაცილოა, ძალიან კარგი კარტია, ძალიან კარგი დასტაა. ძალიან კარგი სურათებია და მჭერმეტყველი სურათებია, აი ძველებური დასტაა ჩემო ძვირფასებო. ასე რომ მე ძალიან ვინდობი ამ ჩემს ახალ დასტას, ასე რომ კი, აი ძალიან ისეთი საიდუმლოებებით მოცული ადამიანია თქვენი პარტნიორი და აი იმდენი პრობლემების წინაშე დგას ეხლა, რომ მკითხავთან დადის და კითხულობს და არკვევს თუ როგორ მოაგვარებს ამ პრობლემებს. კი, აი ესეა. და პრობლემები თქვენთანაც შეიძლება აქვს და ამის გამოც დადიოდეს. ნახეთ, აგერ ზის თქვენი პარტნიორი და აგერ კიდევ ქალის სურათი. ანუ ფიქრობს იმაზე, რომ ქალთან როგორ მოაგვაროს კიდევ პრობლემები. თუმცა ეს ქალი იმყოფება შორს მისგან, მაინც შორს დგას, მასთან არ არის და ამ ქალთანაც შეიძლება აქვს პრობლემები, ამ ადამიანთანაც აქვს პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარებაზე საუბრობს. ქვემოდან არის ესეთი ცდუნების და მიჯაჭვულობის კარტი და კი ცდუნებას თუ გადაურჩა თქვენი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო, წინ წავა რო იტყვიან თუ არა და ამ მიჯაჭვულობას თუ ვერ გაექცევა, არ ვიცი როგორ წავა მისი საქმე. ანუ ეს კარგისკენაც მიდის და ცუდისკენაც. უყურეთ, თუ კი ამ ცდუნებას გაუძლებს თქვენი პარტნიორი, იმ შემთხვევაში წავა კარგისკენ. თუ ვერ გაუძლებს იმ ცდუნებას, რაც მას გააჩნია ეხლა და თქვენ ძალიან კარგად იცით მე რაზეც ვსაუბრობ, თუ ამ ყველაფერს ვერ აუვლის გვერდს, ანუ ცუდად წაუვა საქმე. კი. და კიდევ ერთი კარტიც ის, რომ ეს არის ნდობა, მას ყავს ნდობით აღჭურვილი ადამიანი, ვისაც ენდობა, ვისაც თავის ცხოვრებას ჩააბარებს, ვისაც თავის ბედის კარების გასაღებსაც მისცემს, ანუ მას ყავს ისეთი ადამიანი, ვისაც ენდობა. ეხლა თქვენ უფრო მიხვდებით ეს ადამიანი ვინაა, თქვენ ხართ თუ სხვა არსებობს ვინმე ისეთი მეგობარი, ვისაც უყვება ყველაფერს თქვენ შესახებ. ამიტომ კი ვიღაცას უყვება თქვენ შესახებ, ჩემო ძვირფასებო. ეს ეხლა მეკითხვაში არ დამისმია, უბრალოდ ამოდის ესეთი საუბარი, რომ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, თქვენი პარტნიორი ვიღაცას უყვება თქვენ შესახებ, ან თავის ცხოვრებაზე ვიღაცასთან ყვება. კი, ვიღაცასთან ყვება. და აქ კიდევ არის ენთუზიაზმი, ძალიან დიდი ენთუზიაზმით საუბრობს ამ ყველაფერს. ნახეთ, ლაბირინთზე დგას და ძალიან დიდ ლაბირინთშია კიდევ გახვეული. ქვევით კიდევ ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, კარტები როგორ ყრია. ანუ გეუბნებით, რომ თქვენი პარტნიორი არკვევს ამ ყველაფერს. კი, ტაროლოგთან ან ვიღაც ადამიანთან, მაგთან, ვინც არის ამ საქმეში ჩახედული და პროფესიონალი, ასე რომ უნდა რომ თავისი ლაბირინთებიდან, აი როგორ დგას თავის ლაბირინთში, თავისივე საქციელით გახვეული, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, აი ესეთი პრობლემების წინაშე დგას თქვენი პარტნიორი და
თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას გავარკვევთ მომდევნო საჯარო გაშლაში. მე კი გელოდებით კომენტარებში და ველოდებით თქვენს კომენტარებს, თუ რამდენად რეზონირდება ეს ყველაფერი თქვენს პარტნიორთან და მშვიდობიანი ღამე ყველას ჩემო ძვირფასებო. აბა დროებით.